თვინიერებასთან და არის დამორჩილებასთან, აი ასეთ პროგრამებსაც, აი ასეთ წარმატებულ ამბებსაც კი ანგრევს ეს ვითომ განათლების რეფორმა. როგორც წარმოგიდგენიათ, შეიძლება რომ ამას საერთოდ რეფორმა უწოდოთ? ჩვენ ერთი ცუდი ის არის, რომ ამ რეფორმის საპირისპირო სიტყვა ვერ შევქმნით, ხო, დეფორმა, გრევა, ამას არაფერი კავშირებია რეფორმასთან, ეს არის იმ მცირედი მიღწევების განგრევას, რაც კი ამ ქვეყანას მიუწევია. არავინ ამბობს აქ შეკრებილებიდან, რომ ქართული განათლება და ეს სისტემა წინავს და მოწინავია მსოფლიოში, მაგრამ ის რაც გვაქვს გაცილებით უმჯობესია ის, რასაც გვიქადის მათი გეგმები. დარწმუნებული ვარ, რომ მოვახერხებთ, რომ გავაჩეროთ ეს რეფორმა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ყველა აქ ყოფი მოვიდოდოთ უფრო მეტს და შევძლოთ, რომ უფრო მეტ ჩვენ მოქალაქეს მივაწვდომოთ ხმა. დავიცვათ განათლება, დაიცავით თქვენ და თქვენ ვერჩი ვიქნებით დავიცავოთ ჩვენც. აიქით სტუმრები ყავს, პოლიციის ორი თანამშრომელი არის მოსული, ეთყობა ბანერი მოეწონათ და ათვალიერებთ. მაგიტო ვიყავით გასული. შემდეგი გამოსული იქნება ილიას უნივერსიტეტის უკვე აღარ არსებული სამართლის სკოლის პირველკურსელი თეკლა კიკნაძე. გამარჯობა. მადლობა ყველას მოსვლისთვის და ერთ-ორი სიტყვა მაქვს საერთოდ. დღეს არის 1 აპრილი და ბევრისთვის ეს დღე ასოცირდება ხუმრობასთან და ტყუილთან. მაგრამ ჩვენ აქ არ მოვსვათ იმისთვის, რომ ვინმეს რამე მოვატყუოთ. მოვედით იმისთვის, რომ თქვათ სიმართლე, თან თქვათ ეს ხმა მაღლა. რატომღაც განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ სტუდენტების მოვალეობა მხოლოდ აუდიტორიებში სხდომა, გამოცდების წერა და მორჩილება აუცილებელი. ისინი ამბობენ, რომ სწავლა და განათლება არის პრიორიტეტული, მაგრამ ჩვენ ვხედავთ რეალობას, ჩვენ ამის საშუალებას გვართმევენ და ურთულად გვეუბნებიან, რომ ეს ჩვენთვის კარგია. კარგია თურმე უნივერსიტეტებში ფაკულტეტების გაუქმება, კარგია თურმე რუსულ 11 წლიან მოდელზე გადასვლა. არჩევნის შეზღუდვა, უნივერსიტეტების გაუქმება და მათი პარტიისთვის დაქვემდებარება. კარგია თურმე, როდესაც ჩემს ბედს და ჩემს მომავალს წყვეტენ აქ რომელიღაცა კაბინეტში. რატომ გავარდრეს განათლების სამინისტროსთან? იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ბეტონის კედლები, ეს არის ადგილი, სადაც ხალხი წყვეტს ჩემს და თქვენს მომავალს. და მე არ მინდა რომ ჩემი მომავალი ჩამოშორებული იყოს განვითარებული სამყაროსგან. ისტორიაში თუ გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ძალიან ბევრი გარდამტეხი ცვლილება გამოწვეული არის ახალგაზრდების ხმაურით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ არ ვითხოვთ, ასე ვთქვათ, ერთგვარ მოწყალებას, ჩვენ უბრალოდ ვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის და რასაც ვიმსახურებთ და რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ. ეს არის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი დასავლური განათლება საქართველოში. როგორც უკვე ვთქვით, თუ გადავხედავთ ისტორიას, მივხვდებით, რომ ძალიან ბევრი ცვლილება გამოწვეული იყო არა მარტო სტუდენტების, მაგრამ ძირითადად სტუდენტების ხმაურისგან და მინდა იცოდეთ, რომ სტუდენტობა არ არის უბრალოდ სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სტუდენტები ვართ ქვეყნის მომავალი. ასევე მეგობრებო, როდესაც გეტყვიან თუ რა აზრი აქვს აქ დგომას, აზრი აქვს თითოეულ ჩვენს ნაბიჯს, თითოეულ ჩვენს წამოძახილს და ჩვენი მიზანი არის მტკიცე და ნათელი. ჩვენ არ შევეგუებთ განათლების დეფორმას, დავიცავთ უნივერსიტეტებს, დავიცავთ სტუდენტებს, დავიცავთ საქართველოს და ამის შესახებ გაიგებთ პირველები თქვენ. გივი მიქალაძის თაოსნობით, რა თქმა უნდა. მადლობა.
კიდევ ერთხელ ვიხმაუროთ, ხმა გავაგონოთ გივილი კანაძის. სანამ დავეშლებოდეთ, მინდა რამოდენიმე სიტყვა მეც გითხრათ. როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი სერბეთში. გთხოვთ თქვენს ყურადღებას ვითხოვ, რადგან მნიშვნელოვანი საკითხია და მგონი რომ ყველამ უნდა მოისმინოს. ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი სერბეთში. ჩვენი მეგობრები, სერბი სტუდენტები, დემოკრატიის დასაცავად ძალიან დიდი ხანია იბრძვიან უნივერსიტეტებში და უნივერსიტეტის მიღმა. გუშინ დატრიალდა საშინელი უბედურება. ბელგრადის უნივერსიტეტში, ფილოსოფიის ფაკულტეტში მეხუთე სართულიდან გადმოვარდა სტუდენტი და გარდაიცვალა. პირველ რიგში მინდა წუხარება გამოთქვა ილიას სტუდენტური მოძრაობის სახელით. გარდა იმისა, რომ ტრაგედია მოხდა, ძალიან მნიშვნელოვანი ხაზი გაუსვათ იმას, თუ როგორ იყენებს ამ ტრაგედიას მახინჯი რუშიჩის რეჟიმი. დღეს დაიწყო ძალოვანმა სტრუქტურებმა უნივერსიტეტებში რეიდი. ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გააგზავნა სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა უნივერსიტეტებში წერილი, სადაც ის მოგმართავთ თქვენ. მხარი დაუჭიროთ სტუდენტებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის და დაუგმოთ ამ ავტორიტარული რეჟიმის ასეთი საშინელი საქციელი. ისინი ცდილობენ ეს ტრაგედია ადამიანის 25 წლის ფილოსოფიის სტუდენტის გარდაცვალება გამოიყენონ პოლიტიკურად და გამოიყენონ სერბი სტუდენტების საპროტესტო მოძრაობის ჩასახშობად. მე მინდა ილია სტუდენტური მოძრაობის სახელით და იმედი მაქვს, რომ და ჯერა რომ ყველა ქართველი სტუდენტის სახელით სოლიდარობა გამოუცხადო ჩვენს სერბ თანამებრძოლებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაეცემა სერბული დიქტატურაც, ვუშიჩის რეჟიმიც და მაგას მიყვება მალე ჩვენი ბიძინა ივანიშვილის რეჟიმიც. გარდა ამისა, მინდა მოგახსენოთ ჩვენ შემდეგ აქტივობებზე და ნაბიჯებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. საპროტესტო მოძრაობის განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როცა დღის განმავლობაში მიმდინარეობდა უწყვეტი პროცესი განათლების სამინისტროსთან. დავიწყეთ 12 საათზე, დავიწყეთ განცხადებების და წერილების შეტანა განათლების სამინისტროში. მათ მისი ულეგიტიმურესობა გივი მიქანაძეს სახელზე ძალიან ბევრი წერილი შევიდა და ისინი იზოლებული არიან, თითოეულ წერილზე გაქვსენ პასუხი. ჩვენ გვაქვს კითხვები დიდი ხანია, ჩვენ დიდი ხანია ვცდილობთ მივიღოთ პასუხები ამ კითხვებზე, მაგრამ არც განათლების მინისტრი გივი მიქანაძე, არც მინისტრობის მსურველი გაბისონია და არც მათი უფროსი ირაკლი ყობახიძე პასუხს არ გცემს. იყო შეხვედრა გივი მიქანაძესთან, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ შეხვედრა ადამიანთან, რომელიც არაფერს არ წყვეტს, უშედეგო რა თქმა უნდა, ამიტომ გადავწყვეტეთ წერილით მიგვემართა პირდაპირ ირაკლი ყობახიძესთან, მაგრამ ირაკლი ყობახიძემაც პასუხი არ გაგვცა, იმიტომ რომ ჩვენი კითხვები არის ისეთი კითხვები, რომელზეც პასუხს ისინი უბრალოდ ვერ გაგცემენ. რატომ ხურავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს? ამას არანაირი ლოგიკური მიზეზი არ აქვს გარდა პოლიტიკური გადაწყვეტილებისა. და ვერც ერთი მათგანი ვერ გამოვა და ვერ გაბედავს თქვას, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ხურავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს იმიტომ, რომ არის პოლიტიკურად აქტიური სტუდენტების უნივერსიტეტი. ეს არ შეუძლია. სწორედ ამიტომ არიან ჩუმად და ცდილობენ, რომ ჩაკლან ეს მუხტი, რომელიც არის ჩვენში. მაგრამ ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაგრძელებთ მსგავსი პატარა აქტივობების ჩატარებას, თუმცა მანამდე გვექნება უფრო მასშტაბური რეაქცია. მთავრობის კანცელარიასთან მივაკითხავთ ირაკლი ყობახიძეს და მოვითხოვთ პასუხს მალე
და გარდა ამისა ჩვენ ვაპირებთ პროტესტის გაგრძელებას უნივერსიტეტის შიგნით, რათა შემოვიკრიბოთ თანამოაზრეები და უფრო მეტ ადამიანს აუხსნათ თუ რა პრობლემის წინაშე დგას დღეს არა მარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები თუ ლექტორები, არამედ ზოგადად ქვეყანა და ამ ქვეყნის ნათელი მომავალი. ეს ხალხი, რასაც შვება დღეს განათლების სისტემაში, არის მხოლოდ ქაოსის გამომწვევი და ეს ქაოსი გვიშლის დავგეგმოთ ჩვენი მომავალი და დავგეგმოთ ქვეყნის პერსპექტიული აწმყვა და შემდგომ უკვე მომავალიც. ამიტომ მალე გვექნება უნივერსიტეტში პლენუმი, სადაც გეპატიჟებით ყველას. პლენუმის ჩატარების დღეზე ინფორმაციას გაიგებთ დაიცავი ელეონის Facebook და Instagram გვერდზე. ასევე ამ გვერდზე გაიგებთ ინფორმაციას თუ როდის ჩაინიშნება პროტესტი მთავრობის კანცელარიასთან. და გელოდებით ყველას მაქსიმალურად გააზიარეთ ინფორმაცია განათლების რეფორმის შესახებ, მაქსიმალურად მეტი მეგობარი მოიყვანეთ აქციებზე და იხმაურეთ ყველგან და როცა შესაძლებელი იქნება. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და საბოლოოდ მინდა დავამთავროთ შეძახილებით. დაიცავი განათლება! ბრძოლა, ჟინი, თავდადება! დაიცავი განათლება! გივი! წავედით, გივი! გამარჯობა. ჩვენ ვმყოფებით განათლების მინისტროსთან, სადაც 12 საათიდან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს. ასევე სანამ დავიწყებით ორ ინფორმაციას გაგიზიარეთ, რომელიც გამოჩნდა. შაბათ-კვირას გელოდებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც იქნება ღია კარის დღე, რათა ნახოთ თუ რას კარგავს სინამდვილეში საქართველო, ილიას დახურვის შედეგად. მოიყვანეთ თქვენი მეზობლები, თქვენი მეგობრები, ნათესავები, ნაცნობები, ყველა ვისაც კი აინტერესებს ამ ქვეყნის წარმატებული მომავალი. და გარდა ამისა, 4 აპრილს იგეგმება მიუსაფარ ცხოველების დაცვის აქცია მთავრობის კანცელარიასთან. ვინაიდან გეცოდინებათ, რომ გენოციდი მიდის ფაქტობრივად ცხოველების, სტერილიზებული ცხოველების, აცრილ ცხოველების და არავის პასუხი არ აქვს. სად ვიყავთ ისინი? ყველები ვიცით, ვიცით ხო, მაგრამ ამის არავის არ სჩერა, ამიტომ 4 აპრილს მთავრობის კანცელარიასთან. ამას იმასთან დავუვატებდი, რომ 4 წელია ქართული ოცნება ცდილობს მოაგვაროს ეს პრობლემა და ვერადავერ მოგვარდა. საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ უბრალოდ მიუსაფარ ცხოველებს კლავენ. ეხლა წარმოიდგინეთ, რა დღეში იქნება განათლების სისტემა, რომლის რეფორმაც სულ რაღაც 4 თვეში დაგეგმეს. მადლობა. როგორც უკვე გითხარით, განათლების სამინისტროსთან დილის შუადღის 12 საათიდან მიმდინარეობს სტუდენტების საპროტესტო აქცია. სხვადასხვა უნივერსიტეტიდან შეიკრიბნენ შუადღიდან სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრის მოთხოვნით. მოგახსენებათ, ქართულმა ოცნებამ დაინიცირა რამდენიმე თვის წინ განათლების რეფორმა და ერთი ფაკულტეტი, ერთი ქალაქის პრინციპის გათვალისწინებით იგეგმება სხვადასხვა უნივერსიტეტებისთვის თავისი პროგრამების უმეტესობის ჩამორთმევა, მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს თავის პროგრამის 90%-ზე სწავლებას შეწყვეტს ახალი სასწავლო წლიდან და 300 სტუდენტის მიღება შეიძლება. ახალი კვოტა, სტუდენტების კვოტაც ახალი გაწერილია. პოლიციას ხედავთ თქვენ ახლა, რომელიც განათლების სამინისტროსთან არის მობილიზებული. მათ შორის სოხუმის უნივერსიტეტსაც თავისი პროგრამების უმეტესობა ჩამოერთვა და ის გააგრძელებს აგრარული მიმართულებით სწავლებას. აგრარული მიმართულებით აქამდე არასდროს არ ყოფილა არანაირი პროგრამა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქციები, პროტესტები გრძელდება განათლების რეფორმასთან დაკავშირებით. სტუდენტებმა სხვადასხვა აქტივობით, მათ შორის გივი მიქანაძეს სახელზე დაწერილი წერილებით ეცადნენ, რომელიმე ხმა მიეწვდინათ მისთვის და შეხვედრა შესაძლებელი გამხდარიყო, თუმცა განათლების სამინისტროდან მთელი დღის განმავლობაში არანაირი პასუხი არ მიუღიათ ამ სტუდენტებს.
ასევე მათ ჰქონდათ სიტყვით გამოსვლები, რომელთა ნაწილიც თქვენ უკვე მოისმინეთ ნეტგაზეთის პირდაპირ ჩართვაში. სტუდენტები, ლექტორები არიან შეკრებილი ახლა განათლების სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე. მათი მოთხოვნა თავდაპირველი არის ის, რომ გაიწვიონ ოცნების დაინიცირებული განათლების რეფორმა და არგუმენტების ქონის შემთხვევაში შეხვდნენ სტუდენტებს იმ უნივერსიტეტიდან, რომელთა უნივერსიტეტების პროგრამების უმრავლესობაც უქმდება და აუხსნან სტუდენტებს თუ როგორ არის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 90% პროგრამების დაკარგვის შემთხვევაში ეს რაღაცნაირად განათლებას წაადგება. შეგვიძლია ასევე ჩვენ გავესაუბროთ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ალექსანდრე რიგვავა ხედავთ ახლა ეკრანზე, რომ მოგუყვა ალექსანდრე დღევანდელი დღის შეჯამების სახით რა მოხდა და რა იგეგმება შემდგომში, რას აპირებენ სტუდენტები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მით უმეტეს რომ დღევანდელი მოთხოვნა რაც იყო, რომ გივი მიქანაძეს თან შეხვედრა შეგძლებოდათ, ან მინიმუმ რაიმე სახის კომუნიკაცია ეს არ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ თელი დღის განმავლობაში აქ ხარ შეკრებილი და შემდეგი ნაბიჯები რა არის და რას გეგმავთ? არა, როგორც მოვიდით ეგრევე უკეთეს კარი და ჩვენ ვერ შევხვდით ვერც გივი მიქანაძეს და ერთ მის მოადგილეს. თვითონ უშვებდნენ სტუდენტებს, რომ წერილი დაეწერა გივი მიქანაძეს სახელზე. ჯამში მგონი 60-მდე წერილი შევიდა და ყველაზე პასუხს ველოდებით. ჩვენი კითხვები ძალიან მარტივია, რას ერჩიან ქართული განათლების სისტემას, რას ერჩიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და რას უპირებენ ქართულ ახალგაზრდობას. რაც შეეხება თვითონ პროტესტს, მნიშვნელოვანი პროტესტი იყო იმ მხრივ, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ყველა პროტესტი ტარდებოდა საღამოობით, არასამუშაო საათებში და ჩვენ შევძელით ეს შევცვალეთ, გადმოვიტანეთ სამუშაო საათებში. 12 საათზე დავიწყეთ დღისით პროტესტი. 12 საათიდან უწყვეტად ვიყავით აქ, იყო სიმღერები, სიტყვით გამოსვლები, იყო საჯარო ლექციები. შემდგომ უკვე დავამთავრეთ საჯარო სიტყვით გამოსვლები, დავაანონსეთ კანცელარიასთან და ციამ, რომელიც თარიღიც მალე იქნება ცნობილი საზოგადოებისთვის. გარდა ამისა, ცნობილი იქნება პლენუმის თარიღიც, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება, რიგით მეორე პლენუმი იქნება ეს საქართველოში. და რაც თავარია, სოლიდარობა გამოაცხადეთ ჩვენ სერბ თანამებრძოლებს, რომლებსაც საშინელი ტრაგედია გადახდა გუშინ თავს საფუძვლის სტუდენტი გადაეცვალა. მადლობა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს უსმენთ ახლა თქვენ, რომელმაც განათლების რეფორმასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება, როგორც მან თქვა, სტუდენტები გააგრძელებენ ასევე სხვადასხვა პროტესტის და აქციის სახით თავიანთი სათქმელის და ხმის მიწვდენას განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან. ისინი ახლა მომავალში გეგმავენ სახელმწიფო კანცელარიის შენობასთანაც აქციას, რომლის თარიღიც ჯერჯერობით უცნობია, თუმცა დაანონსებისთანავე ჩვენ შევეცდებით, რომ მოგეწოდოთ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. მადლობას გიხდით ყურებისთვის და ნახვამდის.